დამუშავე ყველაფერში რა მაგრამ ის განასახიერებს იმას რაც შეიქმნა ამ ქვეყანაში რატომ არის მასზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ისიც რომ ზუსტად იმიტომ რომ მას ესმის რასაც აკეთებს მე თუ შეიძლება ვანამერებიშვილს არ ეს ის აბოროტებას არ ვანამერებიშვილს ზუსტად შეიძლება ეკონომიკაში ზარებებს ასრულებენ ნუ ბრძანებების შეეფექტია ვანამერებიშვილს ესეთია ბედუქიძეს მაგრამ ვიდაც ბრძანება ის არის ბოროტება მე არ ვიცი ეს დავარქვა ყველაფერს თავისთავად არა ნუ ეხა ბუნებრივია ხო ყველაფერზე პასუხისმგებელი მთავარსარდალია საბოლოო ჯამში ვინც არ უნდა შევეცდეთ რა თქმა უნდა აი საშინელი ფონია რა ხდება ხა მე გულსერად გეუბნებით აი საოცრად გავბრაზებული ვიყავი როდესაც გავიგე ემბურგეს პირდაპირ როგორ მისცეს ესეთი კრეტინობა როგორ ბევრს აი რატო არ საუბრობ შემიძლია ეხა გულახდილად ეს საუბრობ რომ ვიცი რომ მეორე ბლოკში უნდა მოვიდეს ბატონი ნიკო ორილაშვილი რომელსაც ძალიან უნდა სხვა თანხმდება საუბარია არ მინდა რაღაცა ისეთი თქვა ის მაგათი დაპირებს ამიტომ მე ვთქვა ჯენტლმენურად გადავიდეთ არა თქვენი კუთხით შეხედავთ ამ მოვლენას ჩემი კუთხით არის ის რომ ჩემი წიგნი თქვენ დაგეკითხეთ ქრონოლოგიურად როგორ ხდებოდა რუსეთის მხრიდან 2003-2008 წლებში სრული ოკუპაცია საქართველოს ეკონომიკური ანექსია და ის ყველაფერი წერია ეს ენგურხეთი არის ლოგიკური მე მეცად გეტყვით სულ მალე რკინიგზაზე დაიწყება საუბარი ისე ეს ბუნებრივია და ეს გარდაუვალია მაშინ მე მეცად გეტყვით მეტროზე საუბარი მეტროს მაგათი იქნება კითხავთ მე ამას მაგათი იქნება სატელევიზიო ანძად ეს ლოგიკა სატელევიზიო ანძად რუსების იქნება ბატონ და თქვენი გადამწყვეტი მე სადავდგეთ იმაზე არამგზავზე გავალ ისრაელიდან ჩავიწვევიდან აფრიკიდან ოჩერ მაყურებელი შემოვიდა სატელევიზიოს ეგ არ გაუჭირდებოდ რა აი კარგი სკი დიახეთეშა ისმენ ერთ-ერთი ფარული თაკუბატონო გამარჯობა ისმენ გილოცოჩობა ახალ ეხლა მოდაში შემოვიდა თქვენ ეთერში წინასწარ უნდა ვთქვა რომ არ გამითიშვა აი არც ეს არ აქვს ნამუსი რა ეხლა კაცი არ უყურეთ კაცო არ ვიყურებია რა ხაბი არტივია ის უყურებდი აი რა ქნას ეხლა ამ კაცმა მეტი ვერ გავიგე ხელში ჩამოარი კრიკა იქ რა ქვია ისენი მე მქონდა ბედნიერება აგინათ მეტი ეხლა ვერ გავიგე ეხლა სერიოზულად თუ ვიტყვით ეხლა ჭადრაკში არის ეგეთი ტერმინი რა ცუნგცვანგი ქვია რა იგი სიტუაცია როცა ნებისმიერი სვლა არის წამგებიანი რა და აი ამ მდგომარეობაში არიან ეხლა და ეგ არის და ეხლა რასაც თქვენ ეხლა საუბრობდით ბატონო დავით ნუ იქ რაღაცა ხო ჯობია რომ აქ აწარმოონ და მე თქვენ თვითონ თქვით ის რაც არის რა არ არის ეს ამათი ამოცანა და ამათი დაკვეთა რაც შეთქმულება არის აბა რა ქართული ხალხის წინააღმდეგ და ადრე მიღებულ დაკვეთებს ასრულებენ იმიტომ რომ ვალები აქვს აღებული პოლიტიკური რაღაც ეგეც ჩავს როგორც აი ახლა რაღაც მინდოდა ბატონო გია თქვენ მინდა გითხოთ რა აი თქვენი ძახოდით ისიც ახსენეთ პატარკაციშვილი ბედუქიძესთან ერთად და აი საერთოდ ხომ არ მიგაჩნიათ რომ ეხლა რაღაცეებს ინანიებენ ოპოზიციას პოზიციას და ეს პატარკაციშვილის რეაბილიტაცია მე მგონი არ მომხდარა რა ის საქმე მგონი ისევ აღძრულია და ეს კაცი მგონი ისევ მოვალატე თუ რა წარმოებით შეკითხეს თუ რაღაცა აი 2 მილიარდერი ყავდა საქართველოს რასკინოდა ვიღაცის ინვესტიციები აი ივანაშვილის და პატარკაციშვილის ფული ეყოფოდა მთელი ქართული ეკონომიკის ამოქმედება არ მეთანხმებით ამაში ბატონო მე გეთანხმებით და რა გვეშველება რა ვიცი რა ეგეთი კითხვა არ მინდა დავსვა მაგრამ აინც რა გვეშველება კარგი იყო უოლეთ კიდევ ვაბა კარგი მოსაუბრეთ რაც შეიძლება პატარკაციშვილს ვეთანხმებით ბატონო მე არ ვთვლი რომ პატარკაციშვილს რაიმენაირი რეაბილიტაცია ჭირდება მე მგონი ქართულ საზოგადოებაში მას რეაბილიტაცია არ ჭირდება ის თუ რომელი ხელისუფალი მას როგორ უყურებდა როგორ აღიქვავდა და რა ხდებოდა იმ პერიოდში ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამ ადამიანს ქართულ საზოგადოებაში ჭირდება თუმცა
დაფასება ჭირდება და ალბათ ამის დრო დადგება, მაგრამ ალბათ გარკვეული დრო მოგვიწევს დაჭრა. ეხლა მე მეცად გეტყვით დღეის მდგომარეობით გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფაქტიურად მთელი ოჯახი არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის ვიღაც ნათესავი, რომელიც ამტკიცებს, რომ პრინციპში დედაც ის არის, ცოლიც ის არის, შვილებიც ის არის და ყველას ქონება მოკლედ ის მართავს ედავება თან ამბობს რომ ის ოჯახს არ ედავება ოჯახი არის დაუნერი მემკვიდრე მაგრამ იმათია მაგრამ იმათი არ არისო და ხო ნუ ეს უკავშირდება იმედის თემას ჩვენ ეს ვიცით და მე ვფიქრობ რომ ეს ბრძოლა არ არის დამთავრებული ეს ბრძოლა გრძელდება და მე წინასწარ შემიძლია ვთქვა რომ ეს ადამიანი როგორც ჩანს ძალიან მაინც და მაინც შორს ჭვრეტელი ვერ არის ის ვერ გიჯნობს იმას რომ ამ ქვეყანაში როდესაც ეხები ოჯახის ინსტიტუტს აი ესე უხეშად აი ესეთი არაადამიანური წესებით ხო ესეთი ადამიანი ამ ქვეყანაში მე არ ვიცი სხვაგან როგორ არის ამ ქვეყანაში ძალიან ცუდად ამთავრებს საბოლოო ჯამში ეს ეხა ხვალ მოხდება თუ ზეგ მოხდება ეს გარდუვალია და ის რატო ვერ ხედავს ამას მე არ მესმის ხო მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთელი ოჯახი არის ერთ მხარეს და თქვენ ერთად იყვნენ ადვოკატები და ვიღაცები მოსულები რომლებიც რაღაც დაალაგებული ტექსტებით ცდილობენ რომ აბსურდზე ედავათ ხო რომ კანონიერი მემკვიდრე არის ოჯახი და ადამიანი ოჯახს არ აკარებს ბაძებაზგაშვილის ქონებასთან და ამას რაღაც იურიდიულ სამართლებრივ აბსურდულ შეფუთებს ეძებს ხო ხან უნდა ოჯახის წევრები და ხან რაღაც მეორე ცოლი მესამე ცოლი და რაღაც ეს აბსურდულ თემებზე საუბრობს ხო იქ ამ თემას გავანებოთ თავი ხო რაც შეეხება რა გაშველება ნუ ფაქტია რომ დღეს მართლა ცუცვანგის ვითარებაშია ხელისუფლება მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ჩვენ ხელისუფლებას აქვს ძალიან კარგი ტაქტიკოსია ჩვენი ხელისუფლება, ტაქტიკურ ბრძოლებში ძალიან ძლიერია. ჩვენ ეს ყველაფერი გარდუვალი, რა თქმა უნდა, ისაც გარდუვალია აუცილებლად მოხდება, მაგრამ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. ხელისუფლებამ გარკვეულწილად მოახერხა, რომ თავისთავი გაიგივა, ანუ შეზარდა სახელმწიფოსთან. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა დღეს არის ის, რომ ეს ორი ცნება მოახერხოთ, რომ გავყოთ ერთმანეთისგან, ანუ საზოგადოებას გავანახოთ, რომ ხელისუფლება არის სხვა და სახელმწიფო არის სხვა. დღეს სახელმწიფოს ინტერესები და ხელისუფლების ინტერესები არის აბსოლუტურად განსხვავებული 180 გრადუსით დაპირისპირებული ვექტორით მიდის უკვე. უბრალოდ ამას უნდა გაცნობიერება და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ იმ გარდუვალი პროცესების წარმართვა რაც ნუ მე ვერ დაგისახელებ ვადებს, მაგრამ ნუ უკვე ისეთ ფაზაშია ყველაფერი შესული, რომ ბუნებრივია დიდხანს ვერ გაგრძელდება. კი, ერთ შეკითხვა არ შეიძლება ამაზე თქვენი აზრი არ მოვასმენოთ მაყურებლებს, მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდება ვაშინგტონში, ფოროსტელი რაღაც ორპირაში. თქვენი აზრი მაინტერესებს აბამა, სააკაშვილი, ბუში, სააკაშვილი. იქნება ხედვაში განსხვავება? არა, ბუნებრივია და იქნება ჩემისათვის რადიკალური განსხვავება. ობამას თეთრში შესვლამდე 10 დღით ადრე რაღაც დოკუმენტზე ეწერება ხელი, დღეს ეწერება რამდენადაც ვიცით ჩვენ. ხო, ხელი ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ ვიღაცას ეჭვიეპარებოდა, რომ 10 დღის შემდეგ ობამა ეს დოკუმენტზე ხელს არ მოაწევდა. წასვლის წინ რაღაც სახელმწიფოთა შორის რაღაც ტიპის ხელშეკრულებების დადება და არის მიღებული, მე მგონი უპრეცედენტო ფაქტია, ეს ეს დოკუმენტი ნახოთ, რა დოკუმენტია? ეს ერთ რამეზე რომ ეს რომ იყოს მაღალი რანგის დოკუმენტი, ანუ სერიოზული დოკუმენტი, ამ შემთხვევაში ეს რაღაცა იყო შეუძლებელი. ანუ როგორც ჩანს, ეს არის უბრალოდ რაღაც ხაღალდი, რომელზეც რაღაც კეთილი სურვილები იქნება გამოხატული, ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ვაშინგტონი დაეხმარება საქართველოს ეს ძალიან კარგია და მადლობისმეტია ამისთვის რა გვეთქმით, თუმცა ამ წელშიც ეხმარებოდა ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს რეალურად რო გაუჭირდა, პრინციპში, როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა, მაშინ ვაშინგტონმა ვერ გამოავლინა ის ეფექტურობა, რომელიც წლების განმავლობაში, რომელიც გვეიმედებოდა წლების განმავლობაში, როდესაც რუსული ტანკები დასეირნობდნენ საქართველოში, ვაშინგტონი არ გამოიყურებოდა სამწუხაროდ იმდენად
ქმედითაც, რამდენადაც ეს რამდენადაც ამას გვიმტკიცებდა წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება. რაც შეეხება ობამას დამოკიდებულება, ჩემის აზრით მოხდება სერიოზული დისტანცირება ჩვენი ხელისუფლებისგან, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს დისტანცირება იქნება ხელისუფლებისგან და არა ქართული სახელმწიფოსგან. იმიტომ რომ ჩვენ ეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან ქართულ სახელმწიფოს სჭირდება. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და ჩვენს გჭირდება. თუმცა არა მხოლოდ ვაშინგტონთან, ყველასთან. ახლა ბატონია, მადლობა მინდა გისცათ ამ საუბრისთვის, მე მაინც მაინტერესებდა და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა დოზის ინფორმაცია მივიღეთ, არ მავიწყდება ის ადამიანი, ვინც ამერიკა ამ გასთან დაკავშირებით, შეიძლება მართლა უცნაურად უცნაური